რადიო მედეფემ 103 წარმოგიდგენთ. იყავით სპორტულები და ჯანმრთელები, მოისმინეთ სასარგებლო რჩევები და საინტერესო სიახლეები სპორტის სფეროდან და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ნინო მაჭავარიანის საავტორო გადაცემა სპორტი და ჯანმრთელობა, თქვენი ჯანმრთელობის გარანტი. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია და მედეფემის პირდაპირ ეთერშია გადაცემა სპორტი და ჯანმრთელობა. მე მისი წამყვანი ნინო მაჭავარიანი ვარ. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემა შეგრჩიეთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. შეიძლება ბევრისთვის იყოს უცხო, უცნობი ან იმდენად გათვითცნობიერებული არ ქონდეს ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ სინამდვილეში არსებობს ფედერაცია, რომელსაც ქვია ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი ბატონი ლევან კიკალიშვილი ყავს დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად. მოგესალმებით ბატონ ლევან. მოგესალმებით, დიდი მადლობა. სტუდიაში მობრძანებისთვის ასევე ამავე ფედერაციის ექსპერტი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ქალბატონი თამარ მანჯავიძე და პედიატრი პროფესორი ბატონი ყარამან ფაღავა არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას ერთად. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და დავიწყოთ ესოდე მნიშვნელოვანი და ძალიან სათუთი თემით, რაც ჩვენ შვილებს, ჩვენს მოზარდებს და ბავშვებს ეხებათ და თქვენი ფედერაცია ბატონო ლევან აკეთებს ამისთვის საკმაოდ ბევრს, იმისთვის რომ ბავშვები იყვნენ უფრო მეტად განვითარებულები, იყვნენ ჯანსაღები, იყვნენ ფიზიკური აქტივობებით დატვირთულები და კონკრეტულად თქვენი პროგრამების შესახებ თქვენზე უკეთ ალბათ ვერავინ ისაუბრებს, ასე რომ გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ესეთ ყურადღებისთვის. ძალიან სასიამოვნოა თუ ეს თემა გარკვეულწილად იქნება აქტუალური, იმიტომ რომ ამ თემაზე ხა რაც ბავშვთა ჯანმრთელობას შეეხება ქალბატონი თამარი უფრო ცლად ელაპარაკებს, მაგრამ მე შევეხები რომ ის პრობლემები, რომელიც დღესდღეობით არის ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით მათ განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, ძალიან საგანგაშოა ჩვენ ქვეყანაში და სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი საშუალება, რომელიც ამის გამოსწორებისკენ საიმედო ნაბიჯების გადადგმის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი ფედერაცია თავის დაარსების დღიდან, როგორც ეხა მხატვარიც 2006 წელს მე განათლებით მხატვარი ვარ. ამიტომ ცოტა ესეთ შთაგონებისთვის ვიტყვი, რომ სახლი საძირკველით შენდება და ამიტომ ვიფიქრეთ, რომ პირველ რიგში ბავშვთა სპორტში არის ბევრი საქმე გასაკეთებელი და შემდეგ უკვე მომდევნო თაობებში, ამიტომ დავიწყეთ ბავშვთა თაობით და პირველი ჩვენი პროექტი და ეს მნიშვნელოვანი იყო, ეს არის მხიარული სტარტები. რაც ალბათ ბევრმა არა, ბავშვებზე მასე ვიტყვით, იმიტომ რომ თუნდაც ქვეყანა მიცის და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში 2000 ეხამდელი დათვლით სადღაც 2000-ზე მეტი სკოლაა, საჯარო და კერძო და აქედან შემიძლია გითხრათ, რომ 90% უკვე მონაწილეობდა ჩვენთან შეჯიბრებებში. ხა არის გამონაკლისები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ მოხდნენ. ჩვენც სადღაც ერთი 3-4 წელია რომ გავფართოვდით და რეგიონებშიც გავედით, იქაც ვატარებთ ამ შეჯიბრებებს და შემიძლია თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი შეჯიბრებებია საქართველოში. იყო აი ამ ყველაფრის გაკეთებისა და შექმნისა. გეტყვით, რომ თავი მიზანი არის ბავშვების სპორტით დაინტერესება, ფიზიკური აქტივობით, რომ ბავშვებმა უფრო მეტი იმოძრაონ, შეიძინონ ის უნარჩვევები, რომლებიც შესაძლებლობს მიცემთ მე სხვადასხვა სპორტის სახეობებში გამოიყენონ და თქვათ ადვილად შეითვისონ. ეს ლაპარაკია თითქმის ყველა სათამაშო სახეობაზე, იმიტომ რომ მათი ალტერნატივები ან მსგავსი ტიპის თამაშობები ყველა გვაქვს ჩართული ამ ჩვენ მხიარულ სტარტებში, მაგალითად ეხა რაგბის მსგავსად გვაქვს ხიფუცების ლელო და ბავშვები ძალიან ერთობიან ამითი.
ეს თამაშები ამ უნარჩვევებს უნითარებს, ბავშვები აქტიურები არიან. მე მაგალითისთვის ერთ მაგალითს მოგიყვებით, რომელიც ჩვენ თვალწინ მოხდა. ეს იყო 2009 წელს მივაქციეთ უბრალოდ ყურადღება. ამ ჩვენ ბავშვებს მოთამაშე მონაწილე გუნდებს მოყვებიან გულშემატკივრებით სკოლიდან, სადღაც მინიმუმ 100-150 ბავშვი მაინც რაც ეტევა იმ დარბაზში მაგალითად. ხო და ამ ბავშვებს სკოლის ასე ვთქვათ ყოჩებიც იყვნენ მოყოლილები, რომლებიც უყურებდნენ ამ ყველაფერს და ჯერ უკადრისოვდნენ თქვათ ბავშვებთან ერთად ტაშის დაკვრას, შეძახილებს რაღაცას და მე ნელ-ნელა თქვათ მეორე წელს აი ეს ბიჭები კონკრეტულად უკვე თვითონ თამაშობდნენ, იმიტომ რომ ნახეს მათ აი ეს მიდგომა ბავშვების დაინტერესება, ყველას ინტერესი ამ ბავშვებისადმი მათი მხარდაჭერა, გულის ტკივილი და ამან ყველამ შეცვალა მათი დამოკიდებულება თვითონ აი თამაშებისადმი და შეჯიბრებებისადმი. ყველაფერი სასიკეთო მოიტანა ამ თქვენდა წამოწყებამ. ეს ძალიან კარგია. ქალბატონ თამარ, ფიზიკური აქტივობები, რომელზეც ახლა ბატონი ლევანი საუბრობდა და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ესეთი მნიშვნელოვანია ყველა მოზარდისთვის, რამდენად აუცილებელია და ძირითადად შეგვიძლია მის პრიორიტეტებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის ფიზიკური აქტივობა, სპორტი, როდესაც მივიყვანთ ბავშვ-ბავშვად რომელიმე სახეობაზე, ეს ცალკე მდგომი თემაა და ის ინდივიდუალურია, თუმცა აქ ამ ფედერაციაში ჩართული მოზარდი შეიძლება იყოს ძალიან ფიზიკურადაც აქტიური, ჯანმრთელი და შემდგომში უკვე ჯანსაღყვებაზეც გავაგრძელებთ მე თემას. ჯერ მინდა რომ თავიდან აი ამ კუთხით შემოვიფარგლოთ და აღვნიშნოთ ფიზიკური აქტივობები რას ნიშნავს მოზარდებში. ფიზიკური აქტივობა ეს არის აუცილებელი აქტივობა არა მარტო ბავშვისთვის, არამედ ზოგადად ადამიანისთვის. ყველა ადამიანი უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური. საერთოდ ჩვენს საუკუნეში, მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნეში სწორედ არააქტიური ცხოვრების წესია გაბატონებული. ყველანი მჯდომარე ცხოვრების წესითა ვართ დაკავებულები და ერთრებით საშიშია ბავშვთა ასაკში. ბავშვები დღეს მიჯაჭვულები არიან ტელევიზორს, მიჯაჭვულები არიან კომპიუტერს და პრაქტიკულად არ მოძრაობენ. და სწორედ ამ ფედერაციაში გამოვლინდა სხვათა შორის შეჯიბრებების დროს, რომ ბავშვებმა არ იციან რა არის სირბილი. სწორ სირბილზეა ლაპარაკი. ვერ დარბიან ბავშვები, ვერ ხტუნავენ. ეს უნარჩვევები მათ განვითარებული არ აქვთ. რაც შეეხება სპორტულ სახეობებში რომ გამოიყენონ, მაგრამ სხვა მხრივ ფიზიკური აქტივობა გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანსაღი ცხოვრების წესის, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს და რომ ის იყოს ჯანმრთელი. აქედან გამომდინარე, აი 21 საუკუნის პრობლემებიდან თუ გადმოვიხედავთ და ვნახავთ, რომ მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან, ასე ვთქვათ, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეუწყონ ბავშვს ხელი ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობისთვის. მშობელს გონია, რომ ეს არის რაც შეიძლება პატარა ასაკიდან რომელიმე სპორტულ სახეობაზე მიყვანა და წვრთნებით ბავშვის დაკავება. ეს ნამდვილად არ არის ასე. სპორტი, ანუ დიდი სპორტი ბავშვებში არ არსებობს. ბავშვებთან არის მხოლოდ თამაში, მოძრავი თამაში და ფიზიკური აქტივობა. თავისუფალი თამაში. კი ბატონო, ასაკის დაკონკრეტება ძალიან მარტივია. ეხლა როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა, არ ვიცი, აღნიშნა მე მგონი, რომ მათი ფედერაცია ასაკობრივად მოიცავს სკოლამდელ ასაკს, ანუ სკოლამდე 1 წელი, 5-6 წლის ბავშვებს, ვიდრე სკოლას დაამთავრებენ და ასევე სტუდენტებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 5-6 წლის ბავშვები, ან თუნდაც დაწყებითი კლასის ბავშვები სპორტით არიან დაკავებულები. ისინი არიან დაკავებულები მხოლოდ მოძრავი თამაშებით, თავისუფალი თამაშებით და ისეთი თამაშებით, რომელიც მათი ასაკისთვის არის შესაბამისი. ამას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება სპორტულ აქტივობას, ანუ სპორტში გადაყვანას ბავშვის სამეცნიერო, თანამედროვე სამეცნიერო მტკიცებულებების თანახმად 10 წლიდან ხდება გამოვლენა იმ უნარჩვევებისა, თუ რომელი სპორტისკენ არის უფრო მეტად ბავშვი მიდრეკილი. აი სწორედ 10 წლამდე, როდესაც ის ჩვეულებრივი მოძრავი თამაშებით არის დაკავებული და ფიზიკური აქტივობით, ეს იქნება სპორტის მასწავლებელი სკოლაში თუ ნებისმიერი სპორტული კლუბის ხელმძღვანელი ან სპორტსმენი, აკვირდება იმას, თუ რა მიდრეკილებას ავლენს ბავშვი უფრო მეტად და 10 წლიდან ხდება ამ ბავშვის ჩართვა არა სპორტულ, სუფთა სპორტულ საქმიანობაში, არამედ უფრო მეტად წაყვანა იმ სპორტული სახეობისკენ, რომლის მიდრეკილებაც მას გამოუვლინდა. ეს იქნება ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი თუ ცურვა თუ ასე შემდეგ.
მაგრამ მანამდე მხიარული სტარტების თამაშები მოიცავს მოძრაობის აბსოლუტურად ყველა სახეს, რომელიც ესაჭიროება, ასე ვთქვათ, სხვა ვიწრო სპეციალობის სპორტს, თუ სწორად ვთქვი, არ ვიცი, სპორტულ სახეობას, ალბათ ესე ხო? ამას მოიცავს. იქ ვითარდება ეს უნარები, იქ ასევე ვლინდება ბავშვის დაინტერესება რომელიმე სპორტის მიმართ. ზოგჯერ ძალიან ხშირად ჩვენმა განსაკუთრებით ქართველებს გვახასიათებს ეს, რომ ბავშვის მაგივრად ვაკეთებთ არჩევანს. არის ეს. ეს არ არის მხოლოდ სპორტული არჩევანი, ეს არის სპეციალობის არჩევანიც და ასე შემდეგ. არის მაგის პრეცედენტები საქართველოში. სწორედ აი ესეთი დამოკიდებულება, როდესაც ბავშვი თავისუფლად არის დაკავებული ფიზიკური აქტივობით, ეხმარება მას გამოავლინოს თავისი ინტერესი რომელიღაცა სპორტის მიმართ. უპირატესად გამოარჩიოს ეს და თვითონ აირჩიოს ის უკვე 10-12 წლის ასაკში, თუ მოისურვებს რომ დიდი სპორტისკენ გადადგას ნაბიჯი, რომელი სპორტისკენ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და არ გააკეთოს ეს დაუშვათ სახში მამამ ან დედამ, რომელსაც რატომღაც გული აქვს დაწყვეტილი იმაზე, რომ რატომღაც ვერ ჩავერთვები ერთი ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გარკვეული პერიოდი მე მუშაობდი ისტორიის ინსტიტუტში, მქონდა შეხება ეთნოგრაფიულ მასალებთან და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ძალიან დიდი ტრადიციები გააჩნია ამ პედაგოგიურ საკითხებში მე ლაპარაკი მაქვს თამაშის სწავლებაზე. ჩვენი ძირითადი პრინციპი ზუსტად ემყარება ამას, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს თამაშით. თამაშით ხდება ბავშვისთვის ყველაფრის აღქმა. მე არ დავიწყებ ლაპარაკს ქართველ მეცნიერებზე, დიმიტრი უზნაძეზე და ამ კორიფეებზე, რომლებიც ხაზს უსვამენ ზუსტად იმას, რომ სწავლების პროცესი განსაკუთრებით ამ დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი თამაშით სწავლება. მაშინ უფრო მეტად და კარგად ითვისებს ის ყველაფერს და უკეთესადაც ავლენს იმ თავის შესაძლებლობებს. ამიტომაც ეს ასე ვთქვათ, ხეეული სტარტები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალდაუტარებლად ბავშვებს მიცეთ საშუალება თავისი სიამოვნებისთვის მიიღონ გარკვეული რაღაც გამოცდილება, უნარჩვევები შეეძინონ და მე გამოავლინონ საუკეთესო და მე უკვე თვითონ გადაწყვეტან საწარმო. მე ვფიქრობ, ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი ბატონი ყარამან ფაღავა, პედიატრი ამ თემასთან დაკავშირებით დაგვეთანხმება, იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა ყველა მოზარდისთვის დაწყებული თუნდაც იგივე 5 წლიდან, ეს ასაკი რომელიც ჩვენ გავსაზღვრეთ, მე ყოველ შემთხვევაში სკოლის ასაკიდან მოყოლებული არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ ბატონ ყარამან მწვრთნელების ფუნქციაზეც, რომლებიც საკმაოდ ტვირთავენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, იწყებენ ანუ დატვირთვით და ეს ასე ვთქვათ ბატონი ლეონის გამონათქვამი რომ გამოვიყენოთ, თამაშით არ იწყება მათთვის თითქოს ყველაფერი, თუმცა ამ ფედერაციაში ყველაფერი სხვა ხდება. თქვენი აზრით, ანუ როგორი არის სწორი მიმართულება? ბატონი ლეონის ფედერაცია ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ძალიან მართებულია. თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მე მინდა გითხრათ, რომ საოცრად საინტერესო მიდგომა არის. ეცით, არა სპეციალიზირებული სპორტი, არამედ ჯერ თლიანად ყოველი სფეროს ასე ვთქვათ შესწავლა და ანალოგია არის განათლებასთან, ხომ იცით? არის ასეთი მიდგომა თავიდანვე დავხვეწოთ აი რომელიმე აი ვიწრო მათემატიკის დარგში ან თუნდაც მედიცინაში რომ ავიღოთ აი პირველივე კურსიდან მხოლოდ ქირურგიაზე და ასე შემდეგ. ჯერ უნდა მიიღოს საშუალო განათლება, მერე უმაღლესი განათლება, მერე სპეციალიზაცია უნდა მიიღოს. ეხლა რაც შეეხება მოძრაობას და აქტივობას მე ექიმის პოზიციიდან ვიტყვი, იცით, ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ ჯანმრთელობა მთავარი სამიზნე არაა ცხოვრებაში. ჯანმრთელობა ეს გახლავთ საფუძველი იმისათვის, რომ ადამიანმა თავის სრული რეალიზაცია მოახდინოს. გასაგებია ხო? ეხლა რაც შეეხება ამ თამაშებს და მოძრაობას, აბსოლუტურად ვეთანხმები, თამაში homo ludens, ასეთი გამოთქმა არის და ასეთი მოსაზრებაც არის, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოთამაშია, თამაშობს. რა არის ჩვენი ცხოვრება თუ არა თამაში? მეორე მომენტი არის კიდევ ძალიან საინტერესო, იცით, აი ექსპრომტად ჩამოვიწერე კიდევაც რამოდენიმე იდეა, რომ ადამიანი სოციალური არსება არის. გასაგებია ხომ? და ამიტომაც მიზანშეწონილი არის, რომ აი თავიდანვე პატარაობიდანვე მარტოდ კი არ იყოს. ჯერ ბავშვი ჯერ მარტო თამაშობს თითქოს და მერე სხვებთან ერთად, სხვების გვერდით უფრო სწორედ და მერე სხვებთან ერთად კომუნიკაცია.
სოციალიზაცია. მე სხვათა შორის შესაძლებელი ამ თემას თლად არ უახლოვდება, მაგრამ ყოველთვის ვურჩევ ჩემს ახლობლებს რაგბიზე წაიყვანო. იმიტომ კი არა რომ გეტყვით მთელი ცხოვრების განმავლობაში 15 მეგობარი ეყოლება. ეს არის გასაოცარი ხიბლი და გასაოცარი ფეხბურთის კუთხე წავიდეს. იქ უფრო ინდივიდუალისტური არის. იცით ამბობენ, აი ცნობილია მე ახლა მეგობრები მყავს და ჭიდაობაში წავდა ისინი მაინც უფრო ინდივიდუალისტები არიან და რაგბი ეს საოცარი ამბავი არის. 15 ახალგაზრდა ერთად მიდის ლელოს ჩასაგდებად, ერთად იცავს თავს და ამის დავის სპორტი ნამდვილად არ არსებობს. ეხლა კიდევ სხვა სახეობებიც არის, იცით ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისა აუტიზმი, სოციოლოგიას რომ ლაპარაკობ, აი აუტიზმი საშინელება ხდება. გესმით და აუტიზმის ერთ-ერთი ასე ვთქვათ გადალახვის საშუალება არის ჩართვა კოლექტიურ აქტივობაში. კიდევ ერთსაც ვიტყვი, იცით, აი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ ეხლა სამწუხაროდ ზოგიერთი დაავადება გახშირდა. აი მაგალითად სახსრების დაავადებები. სახსრების დაავადებების კურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის მაქსიმალური მოძრაობა. ყველა სახის მოძრაობა, ყველა სახსარში მოძრაობა ისა. მეორე ბრონქული ასთმა. ბრონქული ასთმის კურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის მოძრაობა და ამავე დროს ცურვა, ესეც მოძრაობის ნაწილი. ხომ გესმით, ისე იგი ეს მარტო გასახარებელი კი არ არის, ეს შესანიშნავი არის. ეს მარტო გამაჯანსაღებელი კი არ არის, ეს თავისთავად. ეს მარტო წინაპირობა კი არ არის, ასე ვთქვათ, შემდგომი წარმატებების მისაღწევად, მაგრამ ეს არის ასევე საშუალება დაავადებების პროფილაქტიკისა და დაავადებების გადალახვისათვის და მოსალოდნელად. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ჩვენ 2 წუთში ეთერში დავბრუნდებით, ასე რომ დაგვავადეთ. კი გენაც. ჩვენ კლუბ პირდაპირ ეთერში დავბრუნდით, ეთერშია გადაცემა სპორტი და ჯანმრთელობა და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პროგრამები და აქტივობები. დღეს სტუდიაში ყავს ამ ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლევან კიკალიშვილი, ამავე ფედერაციის ექსპერტი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი პროფესორი ქალბატონი თამარ მანჯავიძე და ასევე პედიატრი პროფესორი ბატონი ყარამან ფაღავა. გავაგრძელოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. ძალიან საინტერესო მომენტზე შევჩერდით, თუმცა უფრო საინტერესოა და ნიშანდობლივია, ბატონო ლევან ალბათ დამეთანხმებით, ჯანსაღი კვება ბავშვებში და სკოლის ასაკისთვის, რაც თქვენ გამოხატული გაქვთ თქვენს მიერ შემუშავებულ მასალებში, ხო, რომელიც ლამაზია, ძალიან ფერადია, ძალიან პოზიტიურია, არის აქ კალენდარიც მოცემული, თქვენ და ქალბატონი თამარ ხართ ავტორები. ამ შემთხვევაში მე ხო იხელთმავ. კი, ეს ადამიანსაც დავასახელებ, ეს არის კობაჭუმბურიძე და ჩვენი ფედერაციის თანამშრომლები, ბევრი მონაწილეობდა და მე მინდა თქვა, რომ რამიზას ემსახურებოდა ამ ჟურნალში. ისიც არ არის კონკრეტულად ხო მხოლოდ ჯანსაღებაზე, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხება, ახლა ფიზიკურ აქტივობაზეც, ჰიგიენაზეც ყველაფერზე ლაპარაკი. ერთი წუთით შეგაწყვეტინებთ და ვიტყვით ავასახელებ, ანუ რა ქვია და როგორ ჯანსაღი ცხოვრების წესი რჩევები მშობლებს, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენთაგანისთვის ყველანი ვართ მშობლები. რას გვირჩევთ მშობლებს? მოკლედ ამ ჟურნალიდან გავადი. მე მინდა რომ ამ თემაზე კონკრეტულად ქალბატონად თამარ ლაპარაკოს, მაგრამ ერთ რაღაცას გავუსწრებ ხას, რომ ეს კალენდარი გაკეთდა მშობლებისთვის, ბავშვებისთვის გაკეთდა წიგნი, რომელიც საპარივით არის და ძალიან უყვართ ბავშვებს. ახლა იმ სკოლებში, სადაც ეს წიგნები შევიტანეთ, ძალიან დიდი აჟიოტაჟია ხელი და მოწონთ ბავშვებს. ის კი არა თუთი ხუშები ყავთ, გვირია ერთ-ერთი თუთიკო. მათი პროტოტიპები ყავთ სკოლებში, ხატავენ, ამზადებენ და ჩვენი ერთ-ერთი თანაავტორი კობაჭუმბურიძე, რომლის პროტოტიპიც აქ დახატებშიც ჩანს, პირდაპირ გადმოვხატე, ასე ვთქვათ, პორტრეტი. ხო და ყავდა მიყვანელი ბავშვებთან სტუმრად და ისე ლაპარაკობდა, ძალიან გაუხარდათ ბავშვებს და ეს უშუალო კონტაქტმა ძალიან ბევრი მოგცა იმისა, რომ ბავშვების ინტერესები და იგივე მშობლების ინტერესები გათვალისწინებული ყოფილიყო და ისე გაკეთებული იყო, რომ მათთვის მისაღები იყოს ეს ყველაფერი და ხა დეტალურად ქალბატონი თამარი გეტყვით. ხო, მის მხარე ვიზუალური და ნუ შედარებით გასაგებია, თუმცა მე ვფიქრობ, ეს ჟურნალი საკმაოდ ბევრი
ინფორმაცია, საინტერესო ინფორმაციას იტოვს ქალბატონო თამარ. როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის აქ არის ჯანსაღყვებაზე საუბარი და შესაბამისად იმ ყველა ჯანსაღ ცხოვრების წესზე ზოგადად, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ბავშვობიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა, თორე შემდგომ არის ალბათ უკვე დაგვიანებული. რა გინდოდათ რომ აი ამ ყველაფრით გეტყვით? ამით გვინდოდა უპირველეს ყოვლისა გვეთქვა ის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველა პრინციპს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს ყურადღება მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, ამაზე ყურადღების მიქცევა ექიმების ან სხვა სპეციალისტების. უპირველეს ყოვლისა ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, უნდა განახორციელონ ოჯახებში, უნდა განახორციელონ მშობლებმა. მაგრამ მშობლებს ამისთვის აუცილებლად ესაჭიროებათ მასალა. აუცილებლად არის საჭირო როგორც საინფორმაციო გადაცემები, ასევე წიგნები, ჟურნალები და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მშობლების დიდი ნაწილი დაინტერესებულია ამით და ეძებენ კიდევაც. და თუ კი სადმე რაიმეს წააწყდებიან ინტერნეტში ან სხვადასხვა საშუალებებით, ხო, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ იცით რა, ინფორმაცია და მასალა ძალიან ბევრია დღეს ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ რომელია მათგან სწორი? რომელია ისეთი, რომელიც მშობელმა უნდა გამოიყენოს, აი ამის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ძალიან ხშირად მშობელს არ აქვს. როდესაც სპეციალისტების გუნდი, არაერთი, არამედ გუნდი პროფესიონალებისა, რომლებმაც იციან რა ინფორმაცია, რა ასაკისთვის, რა ფორმით უნდა მიაწოდონ მშობელს იმისთვის, რომ მშობელმა ეს თავისი შვილის ჯანმრთელობის საკეთილღაოდ გამოიყენოს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საქართველოში სხვათა შორის ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი წარმატებული სპეციალისტია ჩართული. მე არ მინდა საზოგადოება მიფიქროს, რომ მარტო ჩვენა ვართ ასეთები. უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც კონკრეტული ორგანიზაცია ანხორციელებს. ეს გახლავთ კომპლექსური პროგრამა, ამაში ბევრი კომპონენტია საკმაოდ. ეს არის ბავშვისთვის სახელმძღვანელო, არის პედაგოგისთვის სახელმძღვანელო, როგორ უნდა ასწავლოს ეს საგანი ბავშვს, არის მშობლისთვის საინფორმაციო მასალა, ეს არის კალენდარი, რომელიც თქვენ გაქვთ და კალენდარიც სწორედ არის გაკეთებული ისეთი ფორმით, რომ ეს იყოს გამოყენებადი. მოგახსენებათ, რომ ხშირად არის ხოლმე ძალიან კარგი ლიფლეტები მაგალითად. ერთხელ წაიკითხავს მშობელი, ორჯერ წაიკითხავს და მე ეს აუცილებლად დაეკარგება. და კალენდარი ერთწლიანი, რომ ერთი წლის განმავლობაში მშობელმა ყოველ თვე გადაშალოს გვერდი და ყოველ თვე რაღაცა ახალი და საინტერესო დახდეს მისთვის და არ გადააგდოს, ასე ვთქვა და მთელი წლის განმავლობაში ესეთი მოკლე რასაკვირველია ინფორმაცია და საინტერესო და მნიშვნელოვანი მესიჯები მიდიოდეს მასთან ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ძირითადი აქცენტი მაინც მანდ არის გაკეთებული ჯანსაღ კვებაზე. ხაზს გაუსვამ იმას, რომ აქ არის მოტანილი ჯანსაღი კვების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირამიდა. საერთოდ უცებ ხა ესე რომ იტყვი შეიძლება ვინმესთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ალბათ დამეთანხმება ბატონი ყარამანი, ჩვენ ორივე ექიმები ვართ. ჯანსაღი კვების პირამიდა ერთ-ერთი მშვენიერი გამოხატულება იპოვეს, ასე ვთქვათ, მეცნიერებმა, რომ აი მოკლედ და ლოგიკურად დაუწყო ადამიანს ეს ყველაფერი ერთ გვერდზე, იცოდეს დღის განმავლობაში რა უნდა ჭამოს, უფრო მეტი, უფრო ნაკლები, რამდენი ულუფა და ასე შემდეგ. ძალიან მარტივი არის ეს და ერთ გვერდზე არის ეს მოცემული მშობლებისთვის, რომ მარტივად შეარჩიონ ის ბალანსირებული კვების რაციონი თავისი შვილებისთვის, რომელიც აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენ, რომ არ ველაპარაკოთ მშობლებს გადატვირთული ტერმინოლოგიით, ასე ვთქვათ, იგივე ბავშვებს, რომ მათთვის ადვილად გასაგები იყოს და მივაწოდოთ მათ ის პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან. ეს პრაქტიკული რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის და დიდი მადლობა მინდა ამისთვის გადაგიხადოთ. მეც ერთ-ერთი მშობელი ვარ და შესაბამისად ჩემთვისაც მე ვფიქრობ სამარგიდო წიგნივით გახდება თუ კედელზე ჩამოსაკიდებელი კალენდარი. ბატონო ყარამან, ჯანსაღი კვება, რომელსაც ვეხებით და ფაქტობრივად ძალიან ჩვენი რადიოს სხვადასხვა გადაცემებში ხშირად ვეხებით ხოლმე ამ თემას, არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არა მხოლოდ ბავშვთა ასაკიდან მოყოლებული, არამედ ჩვენ ზრდასრულ ადამიანებსაც გვჭირდება ვიკვებოთ ჯანსაღად, იმიტომ რომ ვიყოთ ჯანმრთელები. ეს არის პრინციპში ესეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა. რამდენად საქართველოში ბოსტნეულით მომარაგება ორგანიზმის, რამდენად ეს აქტუალურია, ვერ გეტყვით, მაგრამ ბავშვთა კვებაზე
თქვენს პედიატრი ბრძანდებით და შესაბამისად, მაგრამ არა ამ წიგნის ჟურნალის ავტორი, თუმცა ბუნებრივია უფრო გაშლიდით ამ თემებს და თქვენი რჩევები ჯანსაღყვებასთან დაკავშირებით თუ შემოიფარგლება რაღაც კონკრეტული ნიშნებით და რასაკვირველია, ცოტა პარადოქსულად ჟღერს. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მე ცოტა მინდა გავცდე ამ ცნებას, რომ ჯანსაღი კვება იმისათვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. პირველ რიგში კვება ეს არის დიდი სიამოვნების მომდანი. ეს არის jouir de la vie. ეს არის სიამოვნება ცხოვრებისა და კვებას. მე კვება საკრალური მნიშვნელობაც აქვს. ხომ იცით, საიდუმლო სერობა და რაღაცა ახლოს რომ არიან და ერთად. ეხლა გვისმენენ ჩვენ რადიო მსმენელები და ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ დღეში ერთხელ, ორ დღეში ერთხელ მაინც ოჯახი რომ ერთად იკრებება და ერთად რომ მიირთმევენ საკვებს. ესეც არის ოჯახის გამაერთვა. ექიმი და პედიატრი გარჩესებამისად კონკრეტული რჩევები რომ ვთქვით უფრო სასარგებლოა. ალბათონო ნინო მე ვთვლი რომ ესაა უფრო მნიშვნელოვანი კონკრეტული ჩვევა რომ ბოსტანი 50 გრამი მიიღო და ეს სხვა ამბავი არის ეს არ გახლავთ ასე ვთქვათ რადიო გადაცემის სამიზნე ეს არის უშუალოდ ექიმთან კონტაქტის მისვლა ზოგიერთს გონია რომ ასე ვთქვათ სამედიცინო რჩევის უფასოდ მიღება არის ამ რადიო ჯანმრთელობის ამოცანა ეს არის პირველ რიგში სტრატეგიული ცვლილება სტრატეგიული ეხლა რაც შეეხება ჯანმრთელობას გიჩვენოთ სამი პრობლემაა პრაქტიკულად. ერთი ბავშვი არ ჭამს, მეორე ბევრს აჭამს და მესამე იმას აჭამს, რასაც უნდა ჭამდეს. всё, მოჩერდა გათავდა, ესაა მთავარი. ეხლა ბავშვი როცა ბევრს აჭამს, აი ეს ძალიან დიდი პრობლემა არის, იცით? იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, წინათ ასე იყო, რომ სიმსუქნე იყო უფრო პრობლემა მდიდარი ქვეყნების, ღარიბ ქვეყნებში კი შიმშილობა იყო. ეხლა და თქვენ წარმოიდგინეთ, ღარიბ ქვეყნებშიც გარკვეული ნაწილი ადამიანებისა არის ზედმეტი წონის. და ზედმეტი წონა ეს ნიშნავს სათავე ყოველგვარი დაავადების. წინათ მეტაბოლურ სინდრომს ეძახდნენ, ეს იყო მოზრდილი ადამიანების წნევა, ინსულინისადმი რეზისტენტობა და სიმსუქნე ახლა ბავშვებში მოზარდებშიც გაჩნდა ეს. ამიტომაც აქ ბრძოლა და ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ეს არის მაგალითი. როგორი ტრადიცია არის ოჯახში. ოჯახში ბევრს ჭამენ თუ არა, რა ჭამენ, როგორ ჭამენ და უკაცრავად ასე იცით, ხიბ გადმოგდებული რომ არის მთელი ოჯახი იცით, მე მახსოვს ერთ-ერთმა მწერალმა დაწერა კი, მაგრამ მაგარი მეუღლეების არასწენია თუ კაცო ხიბ გადმოგდებული. და რაციონი, ალბათ რაციონის არჩევარი რაციონი ეს პირამიდა რომ ბრძანა ქალბატონმა თამარმა შესანიშნავი რამ არის იქ როგორ არის იცით, ზემოთ ეს არის ყველაზე ცხიმიანი ტკბილი ჩასაკოკლუზინებელი ასე რომ ამბობენ. ქვემოთ ეს არის მაცლეული, ბოსტნეული და ხილი. საოცარი ამბავია, ჩვენ ხილის ქვეყანა ვართ. ბოსტნეულის და მე მოზარდები გამოკითხულები მყავს 10,000 მოზარდის და რაღაცა ისე გავა დღე რომ ხილს და ბოსტნეულსად მიერთმევენ. ამიტომაც აქ არის მაგალითი სწავლება და ჩვევა. ძის ნაწარმი ეს ოჯახიდან ალბათ მომდინარეობს. არა, რასაც მიაჩვევ ბავშვს. რასაც მიაჩვევს. დასაკვირველია ტკბილი უყვარს და მეცინება გენეცვალე ტკბილი შოკოლადს ბავშვი ყიდულობს თქვენ მოგავთ აჭმებ და მე ტკბილები გაფუჭებული წონა მომატებული და ასე შემდეგ. მეორე პრობლემა არის როცა ბავშვი არ ჭამს. ერთგანაც და მეორეგანაც ძალიან ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემატიკა არის. რაღაცა ბავშვს უჭირს. ზოგიერთი ადამიანი, როდესაც უჭირს და ნევროზი აქვს, ის ბევრს ჭამს. ზოგიერთი ჭამას წვიტავს. ამიტომაც აი ამ პრობლემასაც აქვს და ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი, ვაწყდები და ერთს კი ვეუბნები მშობლებს, იცით, აი დედებს ვეუბნები, იცით. კი, წესით მამაკაცი გარეთ უნდა იყოს, მუშაობდეს, ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ არ გამოდის. დღეში ერთხელ მაინც დასვი და ბიჭი თუ ყავს, აი ჩემი მამაკაცები ერთად შეჭამენო და შვილი მამის ხარდით შეჭამს, ისიც ერთი მეორეს. ხომ გესმით, აქ ყველაფერი წამალზე კი არ არის. მკურნალობის ძალიან დიდი ნაწილი და ცხოვრების, ასე ვთქვათ, წინსვლის და იმის ის არის აი ფსიქოლოგიური და ინდივიდუალური მიდგომები. მე კიდევ ერთი ამბავია, რა ჭამს? როგორ ჭამს და უამრავი დაავადებაა. ეხლა მე
ფართოსპექტრის ექიმი გახლავთ, მაგრამ ჩემი ინტერესების სფეროში არის გასტროენტეროლოგია. ჩვენთან პროფესორი იყო გერმანელი 6 თვე, ახლა კიდევ ჩამოვა და ჩვენთან ჟვანიას კლინიკაში, აკადემიურ კლინიკაში, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში ეს იქნება, რომ გასტროენტეროლოგიური ცენტრის ამბავი და ნუტრიციოლოგიის ცენტრი. ამიტომაც როგორ არის, იცით, აი ყველა გასტრიტები რომ არის, განსაკუთრებით მოზარდებში, საოცარი არის, კაცო, დღეში ერთხელ ჭამენ. მერე უკვე კუჭე რატომ სდგივათ? შეკრულობა. ესეც არასწორი კვების გამო არის. ქალების და გოგონების, მოზარდი გოგონების 50% შეკრულობას უჩივის და რატომ ბოსნეულ საღებულობს საკმადისი რაოდენობით, ხილსაღებულობს და სითხესაღებულობს საკმადისი. ანუ ჩვენი რჩევა ბოსნეული სითხე? ბოსნეული სითხე ყველაფერი უნდა ჭამოს ცოტა. იცით, მე ამასთანავე ლექცია წავიკითხე კვებაზე, ეს კიდო ცალკე სფერო არის, აი რა ქვია, ვეგიზმი, ვეგეტარიანული კვება, მარხვები ძალიან სასარგებლოა. ექიმური თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა, ხომ ყველაფერს თავისი დოზირება და ზომა. დიდი მადლობა ბატონო ყარამან და მე გადაცემის დასასრულს მინდა ისევ დაუბრუნდე ჩვენს ფედერაციას, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს. სულ ახლახანს 8 ივნის ჩატარდა, ასე ვთქვათ, Cartoon Network-ის აკადემიის საფეხბურთო კონკურსი, ეს ერქვა, მე აქ გვაქვს აი ბროშურა და ახლა ვკითხულობ და რა მიზანს ემსახურებოდა სანამ მე ამ ყველაფერს ჩავიკითხავ ბატონო ლევან მერჩევნია რომ თქვენ მითხრათ და მომავალშიც თუ გაქვთ მსგავსი პროექტები და კი ეს პირველი ასე ვთქვათ მერცხალი იყო რომელიც გავაკეთეთ ეს როგორც სტუდია Cartoon Network-ს ეს ანიმაციური სტუდია რომელიც ბავშვებისთვის ანიმაციურ ფილმებს ამზადებს და მხატვრულ ფილმებსაც მათი გმირი თოჯინები იყვნენ ჩამოყვანილი და მათ აქვთ ურთიერთობა FIFA-სთან ან ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან და ატარებენ ეს საბავშვო კონკურსს ბურთის ფლობაში წელს და ყოველ წელს ყავთ საფეხბურთო ვარსკვლავი რომელიმე ნაკრებიდან წელს იყო არის უпроსტად ლუის გუსტავო ბრაზილიის ნაკრების წევრი და ის იქნება მასპინძელი გამარჯვებული ბავშვების ვინც გაიმარჯვებს ამ კონკურსში თქვენ საფეხბურთო თემას დამუნდია საქმეები ხოდა ეს კონკურსი პირველად ჩატარდა საქართველოში ჩვენი ფედერაციის და Cartoon Network-ის სტუდიის ხელშეწყობით მთაწმინდის პარკში ჩავატარეთ ძალიან ლამაზი დღესასწაული იყო ბევრი ბავშვები იყვნენ ბევრმა კენწლა ბურთი ძალიან კარგად და ველოდებით შედეგებს საერთაშორისო ჟური გადაწყვეტს ამას და ასევე ეს ჩატარდება ყოველწლიურად ან როგორც ჩვენ ნუ ას თითქმის უკვე მიღებული გვაქვს დასტური რომ ყოველ წელს ჩავატარებთ ამ კონკურსს კიდე ამ კონკურსს დაემატება სხვა კონკურსებიც იმედი გვაქვს რომ ის პროექტი რომელიც ახლა წარდგენილი გვაქვს კონკურსზე ისაც გაიმარჯვებს და უფრო გავრცობილი იქნება ეს თემა ბავშვებისთვის და უფრო მეტი სიხარულს მოუტანთ მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აი ყველაფერ ამისთვის იმიტომ რომ ფედერაცია რომელიც ჩვენი შვილების ასე ვთქვათ გახალისებაზე და გაჯანსაღებაზე ზრუნავთ ეს ორივე ერთად კომპლექსურად გაქვთ ერთმანეთთან სინთეზში დაკავშირებული და ამაზე სასიხარულო ნამდვილად არაფერი არ არის ყავს არიან ფედერაციის პრეზიდენტების ფედერაციები არსებობენ რომლებიც ჩვენი სტუმრები არიან ყოველკვირეულად ჩვენს გადაცემაში რომლებიც კონკრეტული სპორტის სახეობას უწევენ პოპულარიზაციას და იმ მიმართულებით ამზადებენ მოზარდებს და შემდგომ უკვე დიდ სპორტში გადადიან და ესეც რა თქმა უნდა ძალიან მისასალმებელია თუმცა არც ფედერაცია რომელიც ესე მხიარულად თამაშით ასე ძალიან ლამაზად და პოზიტიურად შედის ასე ვთქვათ მოზარდის ცნობიერებაში და აყვარებს სპორტს უკვე სულ სხვა კუთხით და რაც თავარია ფიზიკურ აქტივობაში რთავს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მოზარდისთვის და სწორედ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და წარმატებებიც გისურვოთ იმიტომ რომ რაც მეტი პროექტი იქნება ჩვენს დღევანდელობაში მით უფრო მეტად გახალისდებიან და ჯანმრთელები და ჯანსაღები იქნებიან ჩვენი შვილები დიდი მადლობა თქვენ რადიოს მე დიდი მადლობა მინდა მოვხადე ბატონ ყარამანს ესეთი მხარდაჭერისთვის
დიდი მადლობა ქალბატონ თამარ და დიდი მადლობა თქვენ სტუდიას. არაფრის, როგორ გეკადრებათ, მთავარია თქვენ აკეთოთ სასიკეთო საქმე და ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით ყოველთვის თქვენ სამსახურში. რადიო მსმენელებს კი შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლევან კიკალიშვილი, ამავე ფედერაციის ექსპერტი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ქალბატონი თამარ მანჯავიძე და ასევე პედიატრი, პროფესორი ბატონი ყარამან ფაღავა. ჩვენ საუბრობდით ძალიან სასიამოვნო თემაზე, მე ასე ვფიქრობ და ზუსტად ერთი კვირით მინდა დაგემშვიდობოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო, მომდევნო სამშაბათს 17 საათზე ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით, გადაცემა სპორტი და ჯანმრთელობა ამ სეზონისთვის უკვე ბოლო გადაცემით შემოგიერთდებათ, ასე რომ დაგველოდეთ სექტემბრამდე დაგვრჩა კიდევ ერთი გადაცემა და თქვენთან ერთად ჩვენ მომდევნო სამშაბათს კიდევ ძალიან საინტერესო თემაზე შემოგთავაზებთ გადაცემას, ასე რომ დროებით ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის. სპორტსმენი ყოველთვის ჯანმრთელია.